მოიცადე. როგორ დავფიქრდა? ჩამანაცვლის. დაჟე. მე ვერავინ ვერ მაჯობებს და წერტილი. ეს ნამიოკი ხომ არ არის? ყველა ხალხა. არა, რატო? დავამატოთ ამას თუ შეიძლება დრო და მოგესალმებით. ეთანხმები თუ არ ეთანხმები, ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ თავარია რატომ. ჩემი გადაცემის სტუმარია საქართველოს სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოქმედი ჩემპიონი ნიცა ციბაძე. მოგესალმები ნიცა. მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. კარგი ნიცა, შეგვიძლია გადავიდეთ პირველ თემაზე. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. მოიცადე. როგორ დავფიქრდა? აი. ნოჰო. მოკლედ შენ გაქვს 30 წამი იმისთვის რომ დააფიქსირო შენი აზრი და გისმენთ. ეს დღეობით ეს თემა საკმაოდ აქტუალურია. სხვათა შორის ძალიან ბევრი მწერს ხოლმე და მეკითხება რომ აი ნიცა ბიჭი მომწონს და შეიძლება რომ პირველი მე ვუთხრა და მე ვფიქრობ რომ დღევანდელობაში არ არის სირცხვილი რომ თუ მოგეწონა პირველი ნაბიჯი შენ გადადგა და მე რომ მომწონებია მეც ძალიან მურჩე გადამიდგოს პირველი ნაბიჯი და მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან კარგი. ჩემი გადმოსახედიდან მე თუ გოგო მომეწონება და მაგალითად ის გოგო რაღაც პირველ ნაბიჯს გადმოდგამს, თითქოს რაღაცნაირად დააკლდება, ანუ რაღაც მინუსი შეიძლება დაუწერო როგორც მამაკაცმა, ხვდები? ხო, რა თქმა უნდა მე. რაღაც მინუსი შეიძლება რომ დაუწერო ამ თვალსაზრისით, რომ არ მომეწონება რაღაცნაირად მე თუ გოგო მომწონს და აი ის გოგო ადგება და რაღაცნაირად თვითონ გადმოდგამს ნაბიჯს, ხვდები? აისაც ხო გააჩნია. არ მომეწონება. კარგი, შეგვიძლია გადავიდეთ მეორე თემაზე. ისმენ. ძალიან ბევრს დღესდღეობით აწვია სექსუალურად, ლამაზად, არაფერი ზედმეტობაში რო არ გადასდით და მართლა რომ ლამაზად გამოიყურებიან და მე ვფიქრობ რომ ესეთი გოგოები სრულიად არ ფიქრობენ რომ აი სექსუალურად ჩავისვამ იმიტომ რომ ვიღაცის ყურადღება მივიქცია. შეიძლება თავისი სტილი იყოს და უბრალოდ ყოველთვის ესე გამოიყურებოდეს, ასე რომ მე ვფიქრობ რომ ყურადღება აქ არაფერში არ არის. ვიღაცას ახლა თუ მოიწონა და გაგიჟდა და გადაირია. სამწუხაროდ შენ რო ამოიწურა. აი. მოგესწრაფად. ხო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავეთანხმე რომ დღევანდელობიდან გამომდინარე ვიმსჯელებ ისევ ამ საკითხთან დაკავშირებით და დღევანდელობიდან გამომდინარე გეტყვი რომ უმეტეს შემთხვევაში კი მაგიტომ ხდება ეს ჩაცმა და არა იმიტომ რომ რაღაც საკუთარი სტილი აქვს. ბევრი შემთხვევა მინახავს ისეთი რომ საკუთარ სტილზე კი არ გამოიყურება რაღაც ადამიანი შეიძლება რომ რაღაც კონკრეტული სტილი გქონდეს შენი საკუთარი ხვდები და აი იმ სტილს თითქოს მიყვებოდე, მაგრამ არა, ანუ დღევანდელობაში გოგოების უმეტესობა იცვამს ისე, რაც უფრო ტრენდშია და რაც უფრო სიშიშვლია. შეგვიძლია გადავიდეთ მესამე თემაზე. გვიმარჯოს სვა. ახალგაზრდებს. ძალიან კარგი. დავეთანხმეთ. ძალიან კარგი, გისმენთ. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ერთი არა მრავალი უნდა გქონდეს ესეთი. იმიტომ რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ახალგაზრდობა, იმიტომ რომ დიდებისგან გამიგია რომ აი ნეტა ახალგაზრდა რო ყოფილიყავი ეს და ვფიქრობ რომ ერთი არა ძალიან ბევრი უნდა გქონდეს ესეთი დავიწყარი საღამოები. ძალიან კარგი, ძალიან გამიხარდა რომ ჩვენი აზრები დაიმთხვა. ლიუს. კი.
მეც იგივეს ვიტყოდი, ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ, რომ რა თქმა უნდა ახალგაზრდობის წლები უნდა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად უნდა გავერთოთ, მაგრამ ეს გართობა და ეს ერთი ღამის ისტორიები უნდა იყოს ჯანსაღი, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა იყოს ბევრი ისტორიით და ბევრი მოგონებებით დატვირთული, რომ დაჯდები და ხო, ეგ რო არ გქონდეს, რაც შენ თქვი, სათქმელი რომ იქ რომ ვიყავი ახალგაზრდა რო ვიყავი, ნეტა ესე გამეკეთებინა, ნეტა ასე გამეკეთებინა და მეც და ვიცი ჩემო მეგობარო შეც ამგვეწურად რომ შეგვიძლია მე მგონი გადავიდეთ მეოთხე თემაზე. გისმენ? მე ვფიქრობ, რომ არ იწევს, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ეჭვიანი ვარ და ესე მგონია, რომ არ მგონია, მე არ ვარ კომპლექსიანი და შესაბამისად ერთი რაღაც მაკომპლექსებს ფეხის ცერა თითებია და დანარჩენი ვფიქრობ, რომ ეგრე არ არის. მისაღებია შენი პასუხი და შენი აზრი. მაგრამ ანუ ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია სხვადასხვა ადგილებში და აქაც ვიტყვი რომ კი, აი ზუსტად ეგ მომენტია ადამიანში, როდესაც საკუთარი თავი არ გაკმაყოფილებს თითქოს, ან კიდე შეიძლება იმაზე ფიქრობ, რომ აი იცი რა, შეიძლება წავიდეს და ან სხვა მოეწონოს, ან რაღაც მსგავსი, აი ეს დამოკიდებულება გიჩნდება უკვე ადამიანთან, ხვდები, როდესაც საკუთარი თავი არ გაკმაყოფილებს, მინდა გითხრა და აქედან გამომდინარეა მე უკვე ურთიერთობაში ამის გამოვლინება და გამომჟღავნება, რომ აი ამოიწურა დრო სამწუხაროდ, მაგრამ შეგვიძლია გადავიდეთ საერთო წუთზე და ვისაუბროთ. ისე იგი შე რო თქვი, რომ შეიძლება კომპლექსი გქონდეს, რომ არ აკმაყოფილებ პარტნიორს, ეგეთი კომპლექსი არასდროს არ მქონია. ან კიდე შეუძლია სხვას რომ რაღაცნაირად ჩაგანაცვლოს, ხვდები? ჩამანაცვლის. დაჟე. რანაირი ადამიანი მელაპარაკება, მე მაგას რომ ჩამანაცვლისო, ხვდები? ოღონდ ანუ ისეთში რომ ვერ ვიტყვი მაგას, რომ აი კომპლექსები მაქვს თქო გამორიცხული. ისეთში ჩაგანაცვლეს ვერ იტყვი მაგას რომ კომპლექსები გაქვს? ძალიან აი კატასტროფაში. შენ ვისთანაც გინდოდა ურთიერთობა, შენ რო ვიღაცას ეხა კატასტროფად მოიხსენიებ, იმან გაჯობა და იმან ააწყო იმასთან ურთიერთობა და მე ვერავინ ვერ მაჯობებს და წერტილი. ხო, ნუ ეგ ეხა მესმის. აი ეგეც დიდი კომპლექსია რომ მე ვერავინ ვერ მაჯობებს. ვაფშე არ არის კომპლექსი. გიჩნდება ეგ ეჭვები, რომ სხვამ შეიძლება ჩაგანაცვლოს, რაღაცნაირად სხვასთან წავიდეს, როგორ? აი ეგრე ხდება. სულ აი დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გყავთ. ღმერთო, რა ყველას ღალატობს, არა? კი, აი ეს და ბიჭები ხარ საირავი. რავი რა ვართ? არაგარ ვიტყვი უკვე. რატო? არა, რატო? დავამატოთ ამას თუ შეიძლება დრო და რატო ვართ ბიჭები რაღაცნაირად ვერ გავიგე, ანუ აი ესე მგონია რომ დღესდღეობით ბიჭები ბევრად უფრო ისეთი არიან, ლოიალურები და ბევრად უფრო 100-დან 90% ვინც მწერს, ან ყავს ცოლი, ან ყავს შეყვარებული. ეს შენ შემთხვევაში. მაგრამ შენ საკუთარ შემთხვევაში როგორ ხდება, როცა ანუ ეს ეჭვიანობა როდის გიჩნდება ხოლმე? როდის გიჩნდება მაგის გრძნობა? ანუ რადგან თუ ეჭვიანებს და დავინახავ რომ ვიღაცას წერს ისეც ვისაც არ უნდა წერდეს და ისეთთან დადის ვის ანუ არ უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა ვიეჭვიანებ. მაგ შემთხვევაში გიჩნდება მხოლოდ ეჭვიანობის შეგრძნება, ხო? ანუ არ უნდა მეეჭვიანოს და არ ვიეჭვიანებ, ისე გიჟი ხო არ ვარ. კარგი, შეგვიძლია გადავიდეთ მეხუთე თემაზე. აგვიმარჯოს. ლოგიკურია. რატომ უნდა შეეძლოს კანცის დალევა? გისმენთ. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ადამიანები ვალდებულები არიან, ბიჭები, რომ კაი სუფრაზე ადგეს და თამადა იყოს რაღაც ნომერ პირველი და კანცის დალევა შეეძლოს ისე, რომ საერთოდ კანცი აღარ ჩამოწიოს არასდროს, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის საჭირო და ზოგადად არც მიყვარს ბიჭები რომ სვავენ და ერთ ამბებში არიან ხოლმე. მისაღებია. კი, ჩვენი აზრებიც დაემთხვა ერთმანეთს და მეც ეგრე ვფიქრობ, რომ
რაღაცნაირად ეს სტერეოტიპი, რომ თითქოს ქართველ კაცს უნდა შეეძლოს დალევა და იცი რა, დალევა კი ყველას შეგვიძლია და ანუ თუ მიყვებით ყანწსაც დავლევთ. დოქიდანაც დავლევთ. მით უმეტეს ქართველებს არ გვიჭირს ეგ ყველაფერი, რომ ბევრი სასმისები გვაქვს, კრამიტი, იქეთ რავი, ლამპის შუშა, თოფი, რავია, ყველაფრისგან შეგვიძლია ქართველებს დალევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სუფრის სამწუხაროდ. კარგი, ხო, შეგვიძლია გადავიდეთ. და უბრალოდ ერთი მომენტი მინდა რომ ვკითხო. შენს გვერდინ მყოფ ბიჭებს რამდენად შეეძლო ხოლმე, ანუ ბევრის დალევა რა და რამდენად იტანდნენ ამას? არ შეეძლოთ სხვათა შორის და ვერც იტანდნენ დალევას. არა, ერთი იყო მახსენდება, ვისაც ძალიან უყვარდა დალევა. მაგრამ ნუ მე ვუვლიდი და სამწუხაროდ ეს ნამიოკი ხომ არ არის ნიც? არ დამიფასე. ვინმე ხომ არ მიმართავ ნიც? არავის არ მიმართა უბრალოდ. არ დამიფასე, აი ვისაც მოვუარე. იმან არ დამიფასე. ეს ნამიოკი ხომ არ არის ნიც? არის ნამიოკი, ვალალო. ნუ კარგი ხო, ნიცას ყოფილზე საუბარს თავი დავანებოთ და გადავიდეთ იმაზე რომ ხო, აი დალევა და მით უმეტეს ესეთი სახით დალევა რომ აი თითქოს ყანწით. ხო, ყანწით არანაირად არ მიმაჩნია აუცილებლად და რაც შეიძლება ზომიერად მით უმეტეს ალკოჰოლთან, იმიტომ რომ იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს ხშირ შემთხვევაში. რო არ ძალიან უკეთესი იქნება და ჯანსაღ ცხოვრებას. რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო სტუმრობისთვის. მადლობა შენ. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ნიცა ციბაძე.